როცა ეკითხებიან, სად არის ღმერთი, ისინი ღმერთს გარკვეულ ადგილზე წარმოიდგენენ. მე მედინაში ერთი ადამიანი ვნახე. ჩვენ ალ-მასჯიდ ან ნაბავიდან გამოვდიოდით. მე ერთ მეგობართან ერთად ვიყავი, რომელიც ახლა მეჩეთში იმყოფება. დილის ლოცვის შემდეგ მეჩეთიდან გამოსვლისას ერთი კაცი დავინახეთ. ის ორ ადამიანს ელაბარაკებოდა. არ ვიცი, ალჟირელები იყვნენ თუ მაროკოელები. ის მათეუბლებოდა, ღმერთი ცაშია და არა ყველგან. ჩემმა მეგობარმა უთხრა, შეიხო, ღმერთი ყველგანაა. მან უპასუხა, ეს კუფრია, ანუ ღმერთის უარყოფაა. იმის თქმა, რომ ღმერთ ყველგანაა, კუფრია, ანუ ღმერთის უარყოფაა, მაგრამ იმის თქმა, რომ ღმერთი ცაშია, კუფრი, ანუ ღმერთის უარყოფა არ არის. თუ იტყვით, რომ ღმერთი ცაშია, ეს ნიშნავს, რომ ღმერთს აქვს ადგილი, აქვს საზღვარი. ვკითხოთ, რა არის ადგილი? ყოველი სხეული იკავებს სივრცეს და ჭირდება ადგილი. ეს ადგილი მარადიულია თუ შექმნილი? თუ იტყვით, რომ მარადიულია, ანუ არ აქვს დასაწყისი და არ ჰყავს შემქმნელი, მაშინ ეს ადგილი ხდება ღმერთი, რადგან ის, ვისაც არ აქვს დასაწყისი და არ ჰყავს შემქმნელი, არის ღმერთი. თუ იტყვით, რომ შექმნილია, მაშინ ვინ შექმნა იგი? ღმერთმა შექმნა. კარგი, სანამ ღმერთი მას შექმნიდა, სად იყო ეს ადგილი? სად არსებობდა იგი, სანამ ღმერთი მას შექმნიდა? თუ არსება მდებარეობს ადგილზე, ეს ნიშნავს, რომ მას აქვს მარჯვენა, მარცხენა, ზემოთ და ქვემოთ. ასეთი რამ არის სხეული და შედგება ნაწილებისგან. ყოველი ნაწილი საჭიროებს სხვა ნაწილებს. ჩვენ ახლა, ღმერთი მადლით, გვაქვს სრულყოფილი და სრული ორგანოები. ჩვენი სხეული საჭიროებს ხელებს. თუ არ გვექნებოდა ხელები, ფეხები, ენა, თვალები, როგორ იმოქმედებდა სხეული? განა ჩვენ არ მივეცით მას ორი თვალი, ენა და ორი ბაგე და არ უჩვენეთ ორი გზა. რაც არის სხეული, მისი ყოველი ნაწილი საჭიროებს სხვა ნაწილებს. თუ არამც და არამც ღმერთი საჭიროების მქონე იქნებოდა, მაშინ ის აღარ იქნებოდა ღანი, ალუ არაფერზე დამოკიდებული. შემდეგ ღმერთი ყველაფერს მოიცავს. თუ მას ექნებოდა ადგილი, მაშინ ის იქნებოდა მოცული და არა მომცველი. ამ სიტყვაზე ბევრი წინააღმდეგობა და პრობლემა წარმოიშვება. ვინასწავლის თაუხიც? ახლულ ბაითი, მშვიდობა მათზე.